ავ ხალხს ფულცო განაცხადა ჯოკიამ ქთამი აიღო და განაგრძო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქთამის აღების ფაქტზე თბილისის მერის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია დააკავეს. მუნიციპალიტეტის მერის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქთამის სახით მოსყოლა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% $180,000, საიდანაც წინასწარ ქთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი $50,000. შეხედე შენ რა მადახქონია თურმე ჯოკია ბოდოკიას? თუ ბოდოკია ჯოკიას. ჯოკია თუ ბოდოკია. ჯანგულო, ჯანსულო კი არა დაისაკაცო. რა გეგონათ აბა ეხლა შევარდნაძის ეპოქის კადრს რომ ნიშნავდი? ეხლა ან თავზე ხელი უნდა აიღო ეგეც ან ქთამი. ამა კიდევ ორივე აიღო. არა დასჭირდა ალბათ რამეში თორემ ეხლა არ აიღებდა ჯოკია ის. ის ეხლა პრინციპში დიდი ამბავი აიღო. თქვენი შიშით ეხლა ქთამი ვეღარ უნდა აიღოს კაცმა რა. ნაკესაკი ხა სუსტი რგოლი. კახეთი რო აიღო შაჰაბასმა და ქართლი მაშინ სად იყავით ჰა? ერთი ქთამის აღებაზე რო ვატეხეთ ეხლა ამხელა ამბავ. თან ვერ ხედავთ როგორი პატიოსანი ადამიანი ეხლა. მათ ქთამსაც კი განვადებით იღებდა. ნაწილ. თქვენ მივარდით და გამოუფინეთ სათითაოდ ის $100-იანები. და რა სიხამე იყო, რა იყო ეს? რა ბენჯამინ ფრანკლინი არ გინახავ? $1 აიღო. თქვენი ბრალია. არ გაგეუფასურებინათ ლარი და აიღებდა ლარს. სხვა გზაც რომ არ დაუტოვეთ ადამიანს. ბოროტები ხართ თქვენ. ჯოკია, როგორ იცვლება ყველაფერი კაცო. გუშინ ზედამხედველი იყავი და ხვალიდან კიდევ ზედამხედველები გეყოლება უკვე. არა, აცხოვრება მუხთალი. ხო, ჯოკია, კი.